რომ ჩემს შემდგომად მოძმესა ჩემსა სიზნელე გზისა გაუადვილდეს. არ გეგონოთ რომ ნიკოლოზ ბარათაშვილობაზე მაქვს რაიმე სახის პრეტენზია. ამ ყველაფერს რასაც ახლა მოგიყვებით ერთადერთი მიზნით რომ შესაძლოა ვიღაცა ამან გაამხნევოს, გაათამამოს ან უკეთ ჩაახედოს საკუთარი გულის სიღრმეში. 2 წლის წინ 10 წლიანი პაუზის შემდეგ ვთქვი ახსარება. ეს იყო ჩემს ცხოვრებაში პირველი ნამდვილი ახსარება. ზოგადად რომ გადავავლო თვალი საკუთარ ცხოვრებას, აი ეს 10 წლიანი შუალედებით მივდივარ ხოლმე ახსარების სათქმელად. ეს ბოლო ახსარება არ იყო წინა ახსარებების მსგავსი, როდესაც მე ახსარების წიგნში ჩამოთვლილი კითხვების ავტომატურ პასუხის გაცემის რეჟიმში ვიყავი. ან მითით როგორ რეჟიმში ვიყავი? რაღაცების გამოვაჭრების ან ღმერთთან რაღაც წაკეკლუცების რეჟიმში. არა, ეს იყო ძალიან გულწრფელი ახსარება, რომელმაც მე მიხსნა, ასე ვთქვათ, განადგურებისგან, ძალიან გულწრფელად. მოძღვარი, რომელთანაც ახსარება ვთქვი, აღმოჩნდა ადამიანი, რომელმაც პირველივე წუთებში მოიგო ჩემი გული. უთხრეს, რომ ვიღაც სურდა მისი ნახვა და გამოვიდა სეფსკვერის ჭამის პროცესში და ჩვენი საუბარიც გაგრძელდა იმ რეჟიმში, როდესაც მას ამ სეფსკვერის ნაფხვენები ჯერ კიდევ ცოტათი მოძველებული ანაფორის გულისპირზე ეყარა. საოცრად უშუალო, საოცრად სადა და საოცრად უბრალო ადამიანი იყო, რამაც ძალიან გამიიოლა, რომ ბოლომდე გამეხსნა გული მისთვის. მესმის, რომ ახსარება ეს არ არის მოძღვრისთვის გულის გახსნა და ეს არის ღმერთისთვის მოყოლა ყველაფრის, მაგრამ მე ვერ ვივიწყებ იმას, რომ ჩვენ ადამიანები ვართ და ყველაფერი ხდება ჯერ ეს მიწიერ დონეზე და შემდეგ გამოგვდის ხოლმე ასე ვთქვათ ხტები. ამ საოცარმა მოძღვარმა მითხრა ერთი საოცარი ფრაზა, რომელმაც ძალიან ბევრი რამე ცხოვრებაში გადამაფასებია. იცით რა მითხრა? რაცუდია რომ მხოლოდ ახლა მივხვდი რომ შურიანიც ხარ და ხანდახან ბოროტიც ხარ. ამას რომ შენ ადრე მიხვდარიყავი, ცხოვრებაში იცი რამდენი რამე სრულიად სხვაგვარად წარიმართებოდა. ეს ემოციები უკვე გადახარშული გექნებოდა. მაშინ გამიჩნდა რაღაცნაირი პროტესტის გრძნობა, გამიჩნდა გაოცების გრძნობა, მაგრამ შემდეგ ძალიან ბევრი ვიფიქრე ამ ფრაზაზე. ძალიან ჩავუღრმავდი საკუთარ თავს და ძალიან დამეხმარა ეს ყველაფერი. უდიდესი მადლიერება მინდა რომ გავუგზავნო ჩემი ამ საოცარ მოძღვარს, რომელიც მას შემდეგ აღარ მინახავს სამწუხაროდ. მე მივხვდი, რომ მაშინ იცით რა დამემართა? იმდენად ძლიერი იყო დიდი იმედგაცრუების შედეგად აღმოცენებული ეს ემოციები ჩემს გულში, რომ მათ ჩემი იდეალური მეს ხატი, რომელსაც მთელი ცხოვრება, ასე ვთქვათ, ვაპირკეთებდი და ვძერწავდი, კი არ გამიგზარა. დამიმსხვრია და ეს იყო დამანგრეველი გრძნობა. როგორც გითხარით, მას შემდეგ ბევრი ვიფიქრე და მივხვდი, რომ ადამიანები ძირითადად ორ შემთხვევაში ვუმალავთ საკუთარ თავს შურის გრძნობას განსაკუთრებული მონდომებით. პირველი, როდესაც ჩვენ ვართ აი სწორედ ისეთი თეთრხალათიანი პერფექციონისტები და აი ამ ჩვენი იდეალური მეს ხატს იმდენად მონდომებით ვძერწავთ, რომ მისთვის ბზარის გაჩენაც კი სრულიად წარმოუდგენელია ჩვენთვის, ხოლო შური ესეთი მდაბიოვნებაა, რომ ის ანადგურებს ამ ხატს, ამიტომ მას ვერანაირად ჩვენ თვალს ვერ გავუსწორებთ. მე არ ვიქნები კატეგორიული, მე მესმის, რომ არ შეიძლება ერთი ფორმულა მოერგოს ყველა ადამიანს. მე გიყვებით ჩემს გამოცდილებაზე და მე გიზიარებთ ჩემს შეხედულებას. უბრალოდ გაგიმხელთ იმას, რომ ჩემთვის ეს დათანხმება ხდა ძალიან მნიშვნელოვანი და საუკეთესო ტრანსფორმაციის დასაწყისი. მეორე შემთხვევა, როდესაც შურს განსაკუთრებით გულმოდგინეთ ვუმალავთ ჩვენს თავს, არის მაშინ, როდესაც ჩვენ მორგებული გვაქვს, ასე ვთქვათ, მსხვერპლის როლი, რომ ჩვენ ვართ, ასე ვთქვათ, ამ უგულო, შურიანი, გულცივი და საშინელი გარემოს კლანჭებში მოქცეული უფრთო ანგელოზებია, სხვერპლები, რომლებიც მისი არ ესმის გარემოს. ეს სხვები არიან შურიანები, ხოლო ის არის, ესე ვთქვათ, დაბადებიდან გასხილოსნებისათვის შექმნილი. ეს არის ის, რაც მე მინდა რომ გითხრათ თქვენ. შეგიძლიათ დამეთანხმოთ, შეგიძლიათ არ დამეთანხმოთ.